როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ აქ არსებული მდგომარეობა? სტაბილურად ძალიან მძიმე. რამდენიმე სახლი მთლიანად განადგურებულია. ნახე რა ხელა ნაპრალებია ეზოში. ანუ მთლიანად აქ უკვე არ შეიძლება. აქედან იწყება სტიქიის ზონა, ანუ აქ არის სოფელი კურსები, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ, დღეს კი ეს უკვე მეწყერ საშიში ზონაა. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გეოლოგების შესვლა არის ნებადართული, ჩვენ დაგვჭირდა სპეციალური ნებართვა, ასევე უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, რომ მოვახერხოთ შიგნით შესვლა. პირველ რიგში აუცილებელია და მოგვცეს ჩაფხუტი და ამითი უნდა გადავადგილდეთ ტერიტორიაზე და ასევე მოვყვება სამაშველო სამსახური, ასე რომ გეოლოგებთან და სამაშველო სამსახურთან ერთად შევალთ ახლა კურსების ტერიტორიაზე და ვნახავთ რა მდგომარეობაა დამეწყრილ სოფელში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტს ღამის დაახლოებით 3 საათზე გააქტიურდა. აქ გვიყვებიან, რომ 112-ში ერთ-ერთმა ადგილობრივმა დარეკა და სამაშველო სამსახური მალევე მივიდა. მეხანძრე მაშველებმა მძინარე მოსახლეობა გააღვიძეს და შუა ღამისას ფანრების დახმარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მას შემდეგ მაშველებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ადგილზე რჩებიან გეოლოგებიც. ხელა ნაპრალები ახლა ამაში წყალი თუ ჩაჟონა გააქტიურდება. დღეს ამდენი ყველა ოჯახში ხო იყავი. დაზუსტა რომელი დანგრეულია, რომელი ავარიულია, რომელშიც შესაძლებელია ამ ეტაპზე შესვლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დამეწყრილ სოფელში ყოველდღე შედიან და ყველაფერს თავიდან ამოწმებენ. ყოველდღიურად აღწერენ, ემატება თუ არა ბზარების სახლებს, ხოლო ნაპრალები ნიადაგს. სპეციალისტებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, გადაადგილდება თუ არა და რა სიხშირით გადაადგილდება კვლავ მეწყერი. თულად ეს სახლები ამ ეტაპზე არაა გადაადგილებული, ახლა აეროფოტოსურათებიდან და GPS კოორდინატებიდან იგივე ადგილზეა უბრალოდ. და ბევრი სახლი ხო არის, შენობრივი 140 მეტრია, ზოგი გადაადგილებული 70, 80. 70 მეტრით. სახლების ნაწილი მეწყერმა ერთი ადგილიდან სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა. ნაწილი სრულად დანგრეულია, ზოგი კი ავარიულია. მთლიანად არის 46 სახლი. ამ ზონაში მოქცეული ერთი რაღაც ნაგებობაა სხვა. აქედან 13-ში შეიძლება გადაადგილება და რაღაც ნივთების გამოტანა და სხვა ავარიულია. 17 მთლიანად დანგრეულია ბოლო მონაცემებით. სახლებთან ერთად დაზიანებულია სოფლის შიდა გზებიც. ჩემს უკან რასაც ხედავთ, ეს იყო ჩვეულებრივი სამანქანო გზა, ბეტონიანი, რომელიც სოფლის ზედა ნაწილში ადიოდა და ეხლა ხედავთ, რომ სულ ჩანგრეულია. აი ნახეთ, ესეც ჩვეულებრივი გზა იყო და მეწყრის შემდეგ როგორ შეიცვალა ფორმა და გახდა როგორც აღმართი. ხა დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ აქ მეწყერი ადრეც იყო და კლიმატური პირობების გამო კვლავ გააქტიურდა. ძველმეწყრული ხეხულის რეაქტივიზაცია მოხდა და ძირითადად მოიცავს 60 გექტარს. 1, 2 წელი და 10 კი არა, 100 და 1000 წელი უნდა რომ ჩამოყალიბდეს ეს ძველმეწყრული და მე მოხდეს იმაზე განლაგება სახლების. შარშან ძალიან დიდი თოვლი იყო და ჩაჟონვა ბევრი ხდებოდა. ეხლა წვიმები არის, ხო? შეიძლება წლიური ნალექი არ იყოს იმდენი ცვალებადი, მაგრამ ერთ თვეში მოვიდეს 1 წლის მარაგის და ის იწევს ძირითადად მაგი იწევს. მეწყერმა მდინარე წყალწითელას ნაპირზე ეგრეთ წოდებული ხელოვნური ზვინური წარმოქმნა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მიწა ამოატრიალა და ქვედა ფენები ზედაპირზე ამოიტანა. ამან გამოიწვია მდინარის კალაპოტის გადაკეთვა, თავიდან მდინარე მოძრაობდა აქეთ ამ ფერზე, მარცხენაფერზე და ეხლა შეცვლილია კალაპოტი იქით მოძრაობს. სოფელ კურსებთან ჩაკეტილია საავტომობილო გზის მონაკვეთი. გეოლოგები ამბობენ, რომ გზაზე ჩამოსული მასის გატანა ჯერჯერობით არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ამ პროცესმა მეწყერი თავიდან გაააქტიუროს. როგორც აქ გვითხრეს, მეწყერი თავად უნდა დაჯდეს, ანუ მიწამ გადაადგილება საბოლოოდ დაასრულოს და მისთვის სასურველი ფორმა მიიღოს. ახლა მივდივართ იმ ადგილას, საიდანაც მეწყერი გააქტიურდა და დაიწყო ეს პროცესი და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს და სამაშველო სამსახურთან ერთად ავტივართ. აქ გვიხსნიან, რომ მეწყერი ამ ფერდობიდან დაიწყო.
რა ნაწილიც არის ჩავარდნილი, ისეთივე ტერიტორია იყო, როგორზეც ახლა ვდგავართ, ხო? კი, აქ იყო შედარებით ტერასული ნაწილი იყო და რომელიც მოწყდა მე და აქ კანიონივით გაჩნდა უკვე. და ამის მთლიანი მეწყერი კილომეტრი 300 მეტრია დაახლოებით. ანუ აქედან დასაწყისიდან მდინარის ან მეწყრის ბაზისამდე არის დაახლოებით კილომეტრი 300 მეტრი. არის ჩვენ თვითონ ვიმახსოვრებთ თუ რა ზომაზე არის, რა ზომა არის ეს ნაპრალი და თუ კიდე აგვხდება შემდეგ კიდე ეს ნიშნული გაწეული, ესე იგი ვაწყობთ რომ მოიმატა, მაგრამ ეს სინამდვილეში ეს წავა აუცილებლად გამზადებული არის მოსაწყეთად. როგორ უნდა მიხვდეს მოსახლეობა, რომ იწყებს მეწყერი გააქტიურებას? ნაპრალები ჩდება ძირითადად. ნაპრალები მიწაზე ნაპრალები ჩდება, სახლებზე ჩდება მზარები ჩდება სახლებზე. ხეები გადაადგილდება, ესე გადაადგილდება, როგორ გადაწვება მეწყერის მიმართულებით. იმას თუ მასიურია ასეთი თვრალ ტყეებს ეძახია სულ გადაწეულია ასეთი. და ასეთ დროს უნდა დაარეკონ სად? ესა წერილი გამგეობაში პირველ რიგში და მერე გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოდის და ჩვენთან აგზავნიან მერე და რაიონების მიხედვით დავდივართ ჩვენ. პირველ ეტაპზე გეოლოგები მხოლოდ ვიზუალურ შეფასებას აკეთებენ, სახლებსა და გარემოს ყოველდღე აკვირდებიან. პირველადი დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება მზად, ამის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა ტერიტორიის დამატებითი შესწავლა.